რა გზებით ხდება ფული ქართული ოცნების ყულაბაში ამ პარტიის შემთხვევაში, როგორც წესი განიხილავენ ორ მიმართულებას, შავ სალაროსა და ოფიციალურ შემოწირულობას. დღეს ვისაუბრებთ მეორე ნაწილზე, ანუ იმ თანხაზე, რომელიც დოკუმენტურად აისახება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში, არაერთი მიგნებაა. ნახევარ წელიწადში ყველა პარტიისთვის შეწირული ფულის 87% ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ივანიშვილის პარტიას ფულს წირავენ კომპანიები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ და სახელმწიფოსგან არიან სუბსიდირებული. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც აჭარასა და თორნიკე რიჟვაძეს უკავშირდება. რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში ავტონომიური რესპუბლიკიდან პარტიას დროის მოკლე მონაკვეთში უპრეცედენტო რაოდენობის ფული შესწირეს. ნანო ჩაკვეტაძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში, ის გაეცნო საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევას და ახლა დეტალურად წარმოგვიდგენს მიგნებებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოამზადა საკმაოდ ვრცელი კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ივსება მილიონობით ლარით ივანიშვილის პარტიის ყულაბა შემოწირულობების ხარჯზე. ამ კვლევაში სხვა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებიც არის დათვლილი, თუმცა გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველაზე დიდი დაფინანსება მმართველ გუნდს, ანუ ქართულ ოცნებას აქვს მიღებული. უფრო ზუსტად, კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლო 6 თვეში ქართულმა ოცნებამ შემოწირულობების სახით თითქმის 7 მილიონი ლარი მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ, როგორც თქვით, მიღებული შემოწირულობების 87%-ია. უფრო დეტალურად ახლა გიჩვენებთ ამ ყველაფერს სლაიდზე, გიჩვენებთ მთავარ მიგნებებსაც ამ კვლევიდან, როგორც ხედავთ და როგორც გითხარით, ქართულმა ოცნებამ მიიღო თითქმის 7 მილიონი ლარი შემოწირულობების სახით, რაც შეეხება პარტია ლელოს შემოწირულობების სახით, ამ პარტიამ ბოლო 6 თვის განმავლობაში მიიღო 410.000 ლარზე მეტი. რაც შეეხება პარტია ხალხის ძალას, მან 190.000 ლარი მიიღო ბოლო 6 თვის განმავლობაში შემოწირულობების სახით, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო თითქმის 165.000, კოალიცია ცვლილებისთვის მან მიიღო 160.000 ლარზე მეტი, ხოლო უკვე პარტია გახარია საქართველოსთვის ამ პარტიამ მიიღო თითქმის 38.000 ლარი. ვინ არიან ქართული ოცნების ყველაზე მსხვილი შემომწირველები? ეს არის მთავარი შეკითხვა ამ შემთხვევაში. გამოიკვეთა 11 ყველაზე მსხვილი შემომწირველი კომპანია და ბიზნესი. აქ სახელები და გვარები როგორც წესი მეორდება. პარტიას სტაბილურად ერთი და იგივე კომპანიები და მათი მფლობელები წირავენ მილიონებს. ახლა გიჩვენებთ სლაიდზე ამ კომპანიებსა და მათ შემოწირულობებს. ეს არის ასევე ერთ-ერთი მთავარი მიგნება ამ კვლევიდან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი ქართული ოცნების, როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში არის სამშენებლო კომპანია სახელად მონოლითი 2005. მისი მფლობელები არიან ნუკრი დოლიძე და მერაბ დოლიძე. ისინი ძმები არიან აჭარიდან. ეს კომპანია ოპერირებს ძირითადად ბათუმში ბაზარზე. ბოლო 6 თვეში ამ კომპანიამ ქართულ ოცნებას შესწირა 60.000 ლარი, ხოლო ჯამში 2012 წლიდან მათ 125.450 ლარი აქვთ ქართული ოცნებისთვის შეწირული. შემდეგი სლაიდი გავიშვა თუ შეიძლება და წარმოგიდგენთ შემდეგ შემომწირველ კომპანიას. ესეც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესი და კომპანია, რომელიც ქართულ ოცნებას ბოლო 6 თვის განმავლობაში თანხას წირავს. მისი სახელია ნოვა, ესეც სამშენებლო მასალების კომპანიაა და მხოლოდ ერთ თვეში, მხოლოდ აპრილში ამ კომპანიამ ქართულ ოცნებას შესწირა 258.000 ლარი. ჯამში ამ კომპანიას სახელად ნოვა, როგორც გითხარით, 2012 წლიდან მმართველი გუნდისთვის, ივანიშვილის პარტიისთვის შეწირული აქვს 521.000 ლარი. გთხოვთ გავუშვათ შემდეგი სლაიდი და მოგიყვებით შემდეგ ბიზნესზე. ეს არის შპს არსაკიძე 2000, მისი დამფუძნებლები არიან ვაშა და ნიკოლოზ უსანეთაშვილები. ეს კომპანია ძირითადად ბათუმში ოპერირებს. ეს მამაშვილიც უსანეთაშვილებიც აჭარიდან არიან. 11 აპრილს, მხოლოდ ერთ დღეს, დროის რამდენიმე საათის განსხვავებით და ინტერვალით ქართულ ოცნებას ამ კომპანიამ შესწირა 105.000 ლარი ორივე დამფუძნებელმა. ჯამში 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე 2025 წლამდე ივანიშვილის პარტიისთვის ამ კომპანიას ნოვას შეწირული აქვს 521.000 ლარი. ამ და სხვა მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ უკვე მოგასმენინებთ კომენტარს ამ კვლევის ერთ-ერთი თანაავტორის. ამ 6 თვის განმავლობაში თუ მმართველმა პარტიამ მოიზიდა 6.6 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები, ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებულმა ამ თანხაზე 6-ჯერ ნაკლები მოიზიდა. მიზეზი გახლავთ ის, რომ არსებობს კორუფციული გარიგებები მმართველ პარტიასა და ყველა იმ ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენს შორის,
რომლებიც მართლ პარტიას წირავენ სახსრებს. კერძოდ, ასეთი სახსრების შემოწირულობის სანაცვლოდ მართლი პარტია ტენდერების მეშვეობით ურიგებს თანხებს აღნიშნულ ბიზნესმენებს. 6 თვის განმავლობაში 153 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერები მოიგეს იმ შემომწირულებმა, რომლებმაც ეს თანხები შეწირეს მართლ პარტიას. საქმე აქ ისე მარტივადაც არ არის, რომ მსხვილი კომპანიები ოცნებას მილიონებს ცალმხრივად წირავდნენ, შემომწირველები ამ თანხებს ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ჯიბიდან თავადაც იღებენ, უპირობოდ იგებენ მრავალ მილიონიან ტენდერებს. საგულისხმოა, რომ ქართული ოცნების ყულაბაში ყველაზე დიდი ფული ბოლო 6 თვეში აჭარიდან მოხვდა. პერიოდი თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადაყენებას საეჭვოდ ემთხვევა. კვლევის მიხედვით შემომწირველებთან დაკავშირებულ 11 კომპანიას 422 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული, 13 კომპანიას კი 71 მილიონი ლარის სუბსიდიები აქვს მიღებული მადლიერების ნიშნად. ბიზნესი იღებს უზარმაზარ სარგებელ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არასდროს აჭარიდან დროის ასეთ მოკლე დროის ამ ინტერვალში ამდენი თანხა არ შეწირულა ოცნების სასარგებლოდ. ყველაფერი მიუთითებს იქეთკენ, რომ მათ ასეთი თანხა არ უნდა ქონდეთ. და მინიმუმ აქ ფიქტიურ შემოწირულობასთან გვაქვს საქმე და შესაძლოა იზოლებასთანაც. დასასრულს გეტყვით, რომ კვლევა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს მოამზადა 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.